ადამიანების ილუსტრაციების ხატვა არ მიყვარს, მაგრამ ეს ისეთი საყვარელი შეკვეთა იყო, რომ უარი ვერ ვუთხარი. სადმე როცა მივდივარ, ყველგან, სადაც კი შევდივარ მაღაზიაში, თვალებით ყოველთვის ვეძებ ისეთ რაღაცას, რაზეც მომავალში დავხატავ, ან გამოვიყენებ ჩემს საქმეში. ხო და ეს მაგნიტები იყო ერთ-ერთი, რომელიც ჩამოვიტანე რომელიღაც ქვეყნიდან და მე სახლში მედო ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრე რა დამეხატა. რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი რამდენიმე ნახატი გადამეტანა ამ მაგნიტებზე და დავდე ჩემს გვერდზე. მე დამიკავშირდა ერთი უსაყვარლესი ადამიანი და მთხოვა, რომ ამ მაგნიტებზე დამეხატა მისი ოჯახის წევრები. თან მითხრა, როგორც გამოგივა და როგორც გინდა, ისე დახატეო. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, იმიტომ რომ ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, რომ შეიძლება ისეთი არ გამომივიდეს, როგორც წარმოუდგენიათ და ვინმეს ვაწყენინო. მაგრამ როცა თავისუფლად გრძნობ თავს, მერე უკვე მიმარტივდება. ეს იდეა კი ისე მომეწონა, რომ ცოტა ხანში ამ მაგნიტებს ავიღებ და ყველა ჩემს კატას დავხატავ და მივაკრავ მათ სივარზე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან ცოტა დამრჩა ეს მაგნიტები, არადა ბევრი იდეა მაქვს და ვინმე თუ იცით, საქართველოში ჩვენთან სად შემიძლია რომ შევიძინო ზუსტად ასეთები, თუ გამიზიარებთ კომენტარებში ძალიან გამახარებთ. დარწმუნებული ვარ, კიდე ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება ამ მაგნიტებისთვის, არა პორტრეტები, არამედ შეიძლება რამე ძვირფასი მოგონების დახატვა და ასე შემდეგ. სხვათა შორის მივიღებ თქვენგანაც იდეებს. ერთი რაც ვიცი, ჩემი 3 კატა რიგშია, ახლა რომ დავხატო. ხო და რადგან კატები ძალიან მიყვარს, შეგიძლიათ თქვენი და თქვენი კატის ფოტო დამიდოთ კომენტარებში და თუ რომელიმე ძალიან მომეწონება, გადავიტან აუცილებლად ასეთ მაგნიტზე. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია და მიხარია, რომ ასეთი კარგი ვიდეოთი დავუბრუნდი. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ, როგორ მოგეწონათ შედეგები და ვეცდები ახალ ვიდეოზე დიდხანს არ გალოდინოთ. დროებით.